წელის ტკივილის ხშირი მიზეზი არის ხერხემლის მალის ძვლოვანი ქსოვილის ანთებითი პროცესი. დიახ, არ მოგესმათ. ხერხემლის მალის ძვლოვან ქსოვილსაც შეიძლება განუვითარდეს ანთებითი პროცესი, ეგრეთ წოდებული მოდიკის ტიპის. ეხლა განვიხილოთ თუ რას ნიშნავს ეს. ეს არის პათოლოგიური ცვლილებები მალის ძვლოვან სტრუქტურაში, მალის კიდეებზე, რის შემდეგ ვითარდება მალის ძვლის, ტვინის ანთებითი პროცესი და მისი შეშუპება. აღნიშნული პრობლემა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. ხშირად ეს არის ზრდასრულ და ხანდაზმულ ასაკის პაციენტებში. მიზეზი მალის ანთებითი ცვლილებებისა არის დისკოზი, ანუ დისკოპათია, რა დროსაც მალთაშორისი დისკი განიცდის დეგენერაციულ ცვლილებებს. იკლებს სიმაღლეში და განიცდის გაუწყლოვნებას. ამ მდგომარეობაში მალთაშორისი დისკი ვეღარ ასრულებს ამორტიზაციის ფუნქციას და მალის ძვლოვანი ზედაპირები იწყებენ უხეშ პერმანენტულ ზეწოლას ერთმანეთზე, რაც აღიზიანებს მალის სხეულს და ვითარდება მალის სხეულის ძვლოვანი ქსოვილის ანთებითი პროცესი. ეს პრობლემა ხშირად ახლავს იმ პაციენტებს, რომლებსაც ჩაუტარდათ რამოდენიმეჯერ ოპერაცია ერთი და იგივე მალთაშორის დისკზე თიაქრის რეციდივის გამო. აგრეთვე მძიმე წონის პაციენტებს, სპორტსმენებს, რომლის ხერხემალიც პერმანენტულად განიცდის დატვირთვას. ამ დროს პაციენტს ახასიათებს მუდმივი სახის ყრუ, შემაწუხებელი ტკივილები ხერხემლის არეში, განსაკუთრებით დილით, რომელიც თანდათანობით დღის განმავლობაში სუბუქდება. დიაგნოზის დასმაში გვეხმარება ხერხემლის მალების MRT კვლევა. მკურნალობა მწვავე ტკივილის პერიოდში დაუშვებელია ვარჯიში და მასაჟი. ამ დროს უნდა მოხდეს წელის კორსეტირება, იმისათვის, რომ წელის მალები გავხადოთ უფრო სტაბილური და არ მოხდეს მალების ერთმანეთზე ზეწოლა პერმანენტულად. მკურნალობის მიზნით შეუდარებელია აპარატურული თერაპია, ესენია მაგნიტოთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, ტეკაროთერაპია, ელექტრომაგნიტური თერაპია, ლაზეროთერაპია. ეს პროცედურები აძლიერებს სისხლის მიმოქცევას პათოლოგიურ ზონაში და ახდენს მის რეგენერაციას. ხოლო როდესაც ტკივილის კუპირებას მოვახდენთ, ძალიან კარგია სამკურნალო ინდივიდუალური ვარჯიში შერჩეული პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.